მოგესალმებით პატრიოტულ რადიო მსმენელებო, მივესალმებით ჩვენ ტელემაყურებლებს. დღეს ხუთშაბათია და 7:30-ია და ვიწყებთ ჩემს ავტორო გადაცემას განათლების რეფორმის კვალდაკვალ. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი მან ნიკოლაიშვილი ვიქნები თქვენთან ერთად და ვიმუშავებ 50 წუთის მანძილზე ღია ეთერში. თქვენ შეგიძლიათ გადაცემის ასე ვთქვათ მეორე ნაწილში შემოგვიერთდეთ და დაგვეკავშირდეთ სატელეფონო ზარებით. დღევანდელი გადაცემის თემა არის გაეროს მიერ შემოთავაზებული მორიგი რეფორმა განათლების სფეროში, ანტიეროვნული რეფორმა. ესე იგი, რეფორმა ეროვნული ვერ იქნება, სანამ გაერო, ევროსაბჭო, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები თუ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები შემოგთავაზებენ ჩვენ რეფორმას, შემოგთავაზებენ როგორ დაწერენ თვითონ დოკუმენტებს და იმ დოკუმენტებს უსიტყვოდ მიიღებს საქართველოს ხელისუფლება. მე ძალიან მაინტერესებდა მართლა თითქოს ამბობენ რომ აი ცვლილებებია აქ რაღაც პოლიტიკურ საკითხებში, მაგრამ ეს ყველაფერი არის მოჩვენებითი, ეს ყველაფერი არის კოსმეტიკური, ეს ყველაფერი არის რაღაც მიზეზების გამო გაკეთებული და მთავარი აქ არის განათლების რეფორმა. განათლების და მეცნიერების რეფორმა. თუ ეს არ გააკეთა ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ, ეროვნულმა ხელისუფლებამ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით აი ასე მაჩანჩალა მდგომარეობაში. საქართველო დაიცლება ქართველებისგან, იმიტომ რომ არ შეიქმნება სამუშაო ადგილები, არ განვითარდება ეკონომიკა, არ განვითარდება მეცნიერება, მეცნიერების განვითარება არის საწინდარი ეკონომიკის განვითარების და განათლების სისტემის განვითარების და სწორ საფუძველზე და ნიადაგზე, ასე ვთქვათ, განვითარების. სხვაგვარად არ მოხდება განათლება, რომ განვითარდეს და განათლებაში რომ რეფორმები გატარდეს, ამისთვის საჭიროა თანხები და თანხები უკვე 20 წელზე მეტია საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო სისტემაში არანაირი თანხების მომატებას ადგილი არ ქონია. მე მიკვირს რატომ არ საუბრობენ ამაზე საქართველოს პროფესორ მასწავლებლები, განსაკუთრებით საუნივერსიტეტო სკოლის პროფესორა. რატომ არ საუბრობთ? რატომ ხართ ასე გაჩუმებულები და ის განცხადებები, რაც ბოლო წლებში, ბოლო 2 წელია და განსაკუთრებით 1 წელია გვესმის, რომ საქართველოში საუნივერსიტეტო სივრცე, ანუ უნივერსიტეტები ვერ იძლევიან კონკურენტულ არიან განათლებას, ეს ამას ვამბობ მე უკვე 2 წელზე მეტია და თქვენ ახლა ამბობთ დღევანდელი ხელისუფლება. ამისთვის კარგია რომ ჩემი სიტყვები ასე ვთქვათ ადასტურებთ, მაგრამ ეს სულაც არ არის ჩემთვის სასიხარულო, რა უნდა გაკეთდეს ამისთვის, აი ეს არის მთავარი. ეს არის მთავარი. მე მინდა დავიწყო ჩვენი საკითხების განხილვა ზუსტად საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი კობახიძის სიტყვებით. ვციტირებ: "მუშაობთ საუნივერსიტეტო რეფორმაზე. ჩვენ გვინდა 2028 წლის ბოლომდე მივიღოთ სრულიად განსხვავებული ინფრასტრუქტურა, განახლებული და დახვეწილი სასწავლო პროგრამები, სახელმძღვანელოები, უკეთესი საკადრო პოლიტიკა, გაზრდილი ანაზღაურება უმაღლესი განათლების სფეროში. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია 2028 წლისთვის ევროპულ სტანდარტებამდე ავწიოთ საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხი. ეს
თითქოს უნდა იყოს სასიხარულო, რომ დაიწყო ახალი რეფორმა და რომელს პირობას გვაძლევს დღევანდელი ხელისუფლება, რომ აუცილებლად ეს რეფორმა იქნება ეფექტური და ის. მაგრამ მე ამას ასე ვერ შევხედავ, ესეც რომ ამ გადაცემის მომზადების დროს და ამ კვლევაძიების დროს რომ არ მიმეგნო იმისთვის, რომ გაერო ამუშავებს ჩვენ კონცეფციას, აი განათლებისა და მეცნიერების ერთიანი კონცეფცია, განათლებისა და მეცნიერების ერთიან კონცეფციას ამუშავებს ვინ? ასე არის პარლამენტისაგან და რა ჩაიწერება ახალ დოკუმენტებში. ნუ მე მეგონა ჯერ რომ პარლამენტი ამუშავებდა, მაგრამ ვინ პარლამენტში? საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი მუშაობს განათლებისა და მეცნიერების ერთიან კონცეფციაზე. რომელი კომიტეტი, რომელშიც დეპუტატები არიან ისეთი გაერთიანებული, რომ თითქმის განათლების სფეროდან არავინ არ არის და იქ განათლების ექსპერტი, დეპუტატები ან განათლების ხელმძღვანელი მუშაკები ყოფილი თუ რა ვიცი, ასეთი ხალხი დეპუტატთა სიაში ქართულ ოცნებას არ უწერია. სხვათა შორის არც იმას რა ქვია, ოპოზიციაზე ვერ ვიტყვით, რომ განათლების სისტემის კვალიფიციურ მუშაკებს წერდნენ სიაში. მათ ეს არ აინტერესებთ. მათ სხვა რაღაცები აინტერესებთ, როგორც პოზიციას, ასევე ოპოზიციას, როგორც ჩვენ უყურებთ ამდენი წელია. და როგორც და მე მაინტერესებს ამ კომიტეტში არაპროფესიონალი დეპუტატები მუშაობენ ყველაზე რთულ დოკუმენტზე, განათლებისა და მეცნიერების კონცეფციაზე? არა, რა თქმა უნდა, ისინი ვერ იმუშაობენ. აბა ვინ მუშაობს? აპარატი ვიტყვით ჩვენ. პარლამენტის აპარატს ერთი პატარა კომისიის თუ დიდი კომისია იყოს, იქ აპარატში ვინ არიან? ძირითადად არიან პარტიული ნიშნით, მათი აქტივისტები არიან ძირითადად დასაქმებულები. არც და ისედაც რომ იყოს ერთი კომიტეტის აპარატს საჯარო მოხელეებს საქმე ეს არ არის. განათლების და მეცნიერების კონცეფციები წერონ. არა ბატონებო, მე მიმართავ ჩემ ერთგულს მსმენელს თუ მაყურებელს. ეს ასე არ ხდება. კონცეფციებს წერს სამეცნიერო განათლების კონცეფციას და მეცნიერების წერს სამეცნიერო კონკრეტულად განათლების დარგში პედაგოგიკის, ფსიქოლოგიური, პედაგოგიკის სპეციალისტები, განათლების სპეციალისტები, ფსიქოლოგები, სასკოლო, ასაკის თუ შემდეგ სტუდენტთა ასაკსაც შეუმაღლესი სკოლის პრობლემატიკის კვლევით, ვინც არიან დაკავებული ასეთი ფსიქოლოგები, მეთოდისტები და მართვის სპეციალისტები, ოღონდ განათლების ხაზით. აი ამ ხალხს შეუძლია და ხელეწიფება იმუშაონ. სად არიან ეს ხალხი? ეს ხალხი არც დეპუტატები არიან და არც აპარატის თანამშრომლები არიან. აბა ვინ მუშაობს კომიტეტში? ეს არის სიცრუე. როგორც კომიტეტში აცხადებენ, წარმოდგენილი იქნება სახელმძღვანელო პრინციპები, რომლის გამოყენებაც სფეროს მარეგულირებელი დოკუმენტების შემუშავებისა და პოლიტიკის გატარების პროცესში უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და სოციალურ ინკლუზიას. კონცეფცია იქნება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ხედვა განათლებისა და მეცნიერების დარგის განვითარების შესახებ და მოიცავს იმ ზოგად ღირებულებებს, დამოკიდებულებებს, უნარებსა და ცოდნას, რომელსაც განათლების თითოეულმა საფეხურმა უნდა განვითაროს, აღსაზრდელებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს. კი ბატონო, მაგრამ თქვენ არ წერთ და რატომ იბრალებთ?
ძალიან გულითაც რომ მოინდობოთ, თქვენ ვერ დაწერთ. იმიტომ რომ არ ხართ ამ დარგის სპეციალისტები და ჯერ ერთი ამას უნდა უამრავი სპეციალისტი. რო კონცეფცია, ანუ ინსტიტუტების მუშაობაა საჭირო. შემდეგ, მასში ასევე წარმოდგენილია განსაზღვრული მიზნების, მიღწევის გზები და მოსალოდნელი შედეგები. განმარტავენ განათლების კონცეფციაში, საპარლამენტო განათლების კომიტეტში, საპარლამენტო კომიტეტზეა საუბარი. შემდეგ, კონცეფციის შემუშავება მიმდინარეობდა, აი ეხლა ნახეთ, ვციტირებ პირდაპირ. კონცეფციის შემუშავება მიმდინარეობდა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. მას გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. მიმდინარეობდა. ეს ესე იგი სანამ მოხდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდებოდა არჩევნები და პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლა. ამჟამად შექმნილია სამუშაო ჯგუფი. ესე იგი თავიდან შეიქმნა, ესე იგი სამუშაო ჯგუფი, განსაზღვრულია და განსაზღვრულია შემუშავების განრიგი, ანუ რა ვადაში შეიმუშავებენ კონცეფციას, ხოლო დოკუმენტზე მუშაობის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2025 წელი. ანუ მიმდინარე წელს დასრულდება ეს კონცეფცია. მაშასადამე განათლებისა და მეცნიერების კიდევ ვიმეორებ ერთიანი კონცეფცია. ესე იგი დავსვათ მთავარი კითხვა დავსვათ. რატომ მუშაობს კონცეფციის შემუშავებაზე გაეროს განვითარების პროგრამა და რატომ არ მუშაობს საქართველოს ინსტიტუტები? ასეთი ინსტიტუტი არ გვაქვს. იყო ფიზიკურად და გაანადგურეს და მიუერთეს რაღაც განყოფილების სახით ერთ უნივერსიტეტს ილიაუს. მე ამ ილიაუზეც მოგახსენებთ, მოკლედ მიიღო ავტორიზაცია და ცოტა ხნის შემდეგ ჩავინიშნავ და მოგახსენებთ ამ ილიაუნის შესახებ. კარგით. ესე იგი, ეს ვსვამთ კითხვას, რატომ არ მუშაობს ჩვენი სახელმწიფოს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სამეცნიერო კვლევითი, პედაგოგიური, მეთოდოლოგიური, ფსიქოლოგიური ინსტიტუტები, ან ორგანიზაციები, ან ქვეუწყებები, რატომ არ მუშაობენ ადამიანთა ჯგუფები დაფინანსებული საქართველოს ბიუჯეტის მიერ მომავალ ახალ რეფორმაზე, კონკრეტულად მის კონცეფციაზე, განათლების და მეცნიერების კონცეფციაზე. ანუ მე რასაც ვამბობ, მეს უკვე მრავალი წლის გამოცდილება დამიგროვდა. მე რასაც ვამბობ ხოლმე გადაცემაში, საჭიროა ეს. შემდეგ მოგვიანებით ამას იღებენ, იმიტომ რომ ჩვენ ხელისუფლებაზე უფრო ისინი უსმენენ ძალიან ყურადღებით. კონკრეტულად ჩემს გადაცემებზეა ახლა საუბარი. იგივე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ევროკავშირის საელჩო, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, ისინი გულდასმით უსმენენ და შემდეგ, კონცეფცია გინდათ? კი ბატონო. და გვთავაზობს ის, ჩვენი ხელისუფლება რას აკეთებს? მომისმინეთ ახლა ძვირფასებო. კარგია არაერთხელ მithქვამს მშვიდობის დაცვა. ესეც არ ვიცით. გაგვივა თუ არა ბოლომდე ეს მშვიდობის დაცვა. ჯერ მე მგონი დასაწყისში ვართ, ისეთი პროცესები მიდის მთელ მსოფლიოში. აი ახლა მე გეკითხებით თქვენ. თქვენ თუ ეროვნულ გზას დაადექით და აკეთებთ გაბედულ განცხადებებს, რატომ არ იბრძვით განათლებისა და მეცნიერების სისტემისათვის?
რომ გადმოიბაროს საქართველოს მთავრობა. ამას როგორ გვაკადრებენ, რო აკეთებთ განცხადებებს, რომ ეს როგორ გვაკადრეს, ის როგორ გვაკადრეს, ეს როგორ გვაკადრეს, რომ განათლების და მეცნიერების კონცეფციას გვიწერს გაერო. როგორ გვაკადრეს ეს? ეს არ არის შეურაცხყოფა? ან მორჩეს ეს ევროსტანდარტების დონეზე, რატომ მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების სტანდარტების დონეზე არა? აი ის 10 მოწინავე უნივერსიტეტი რომ უჭირავს ამერიკას ხელოვნურად, დანარჩენი ყველგან მიდის განათლების სისტემის მოშლა თელ მსოფლიოში, მაგრამ იმ 10 უნივერსიტეტში ხომ არის ძალიან მაღალი დონე. ამ სტანდარტებს რატომ არ ვუსწორდებით? რას ამოგვიჩემებია ეს ევროსტანდარტები? რა არის ამ ევროსტანდარტებში? ევროპაშიც უმეტესობა 99% უნივერსიტეტების მოშლილია საგანმანათლებლო სისტემა. აი ეს არის სრული ჭეშმარიტება. ან აზიურ განათლებას რას ვუწუნებთ? სოფლიო ოლიმპიადებსა თუ სამეცნიერო კონფერენციებსა თუ სამეცნიერო მიღწევებში ისინი არიან დაწინაურებულები. არავის სტანდარტები არ გვინდა. ვთქვათ, თუ ეროვნულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით ქართული სტანდარტები წარსულში, ჩვენ რომ აკადემიები ვქონდა, ეგენი ყველა თქვენს მიერ დასახელებული ხალხი ტყეებში დარბოდნენ და ზოგი ტყეშიც არ დარბოდა და ხეზეც არ იცოდა ასვლა. და მე გვიკვირს რომ აი ახალგაზრდები რატომ არ აფასებენ, რატომ არ ცემენ თავიანთ ქვეყანას პატივს და რატომ არ მიაგებენ სათანადო ისა, როგორ ვზრდით? და არ მოგწონს ეხლა და გადაავსეთ ციხეები ახალგაზრდებით. ის ახალგაზრდები გამოუშვით. და ვინც ეს გამანადგურებელი რეფორმები ატარა და გაანადგურა ეს მთელი ახალგაზრდობა და სულ და საერთოდ ჩამორჩენილი ვართ ყველაფერში, აი იმ ხალხის პასუხისმგებლობის საკითხი დასვით. და მიმართეთ ციხეებისკენ. გავოგდი გუშინ მოვისმინე ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც არის პატიმარი დღესდღეობით დაჭერილი ამ პროცესების დროს თავის საცოლეს არა ეთყობა შეყვარებული იყო და პირდაპირ სასამართლო დარბაზში უთხრა გამომყვები თუ არა ცოლადო. რა უბედურებაა ეს? ეხლა ასეულობით ახალგაზრდა ისედაც დემოგრაფიაში გვიჭირს, ისა რა ქვია, ჩავყაროთ ციხეებში. ეს კიდე ცოტა გადაუხვიეთ, მაგრამ ყველაფერი დაკავშირებულია განათლების და მეცნიერების რეფორმირებასთან. ჩვენ არ გვექნება განათლების და მეცნიერების ეროვნული სისტემები? საქართველოს შეწყვეტს არსებობას. რამდენიმე წელში საქართველო არ იქნება. შერჩება სახელი. და მე იმასაც გადაარქმევენ. მე მივმართავ ხალხს. ხალხნო, არავის არჩევა არ შეიძლება თუ განათლების ეროვნულ რეფორმას და მეცნიერების ეროვნულ რეფორმას კონცეფციას არ ექნებათ და პროგრამა. არც ერთი საკითხი არ გადაიცვლება ამაში. ეს არის ისეთი მნიშვნელობის, სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი, რომელიც ტერიტორიულ მთლიანობაზე უფრო აღმატებულია. იმ ტერიტორიულ მთლიანობას მაშინ აღვიდგენთ ჩვენ, როდესაც ჩვენ განვითარდებით. როდესაც ჩვენ გავხდებით ბედნიერები, როგორც სახელმწიფო. როდესაც აქედან არ გაიქცევიან ახალგაზრდები, უპერსპექტივობის და დაუსაქმებლობის გამო. როდესაც ეს სამარცხვინო 350 ლარი არ იქნება პენსია. ჯერ რა მორალზე და ზნეობაზე საუბრობთ, გაისამაგეთ ხელფასები პარლამენტარებმა და 35 ლარით მოამატეთ პენსიონერების პენსია. თქვით რომ თქვენ არ მართავთ პროცესებს,
თქვით ეს ამას უნდა პასუხი ამ კონცეფციას რატომ წერს გაერო ეს იქნება ანტიეროვნული ანტიკონსტიტუციური ანტიმეცნიერული როგორც სხვა რეფორმები იყო როგორც სხვა კონცეფციები იყო რატომ იმიტომ რომ გაერო არც უყურებს ჩვენ კონსტიტუციას არც იცის ჩვენი კანონმდებლობა წერენ ვიღაც უცხოელები შეიქმნა ჯგუფი ვინ ჯგუფია გამოაქვეყნეთ ვინ ჯგუფია ვინ შედის იმ ჯგუფში მე ყველასთან მაქვს საერთო აბსოლუტურად როგორც კი გაკეთდა ეს განცხადება ყველას დაველაპარაკე საუნივერსიტეტო სივრცეში ვისაც ჭკუა მოეკითხება არავინ არ არის იმ კომისიაში რა ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოს მთავრობა რომელსაც თავის საქმისთვის ვერ მოუვლია და ბევრი არაპროფესიონალი მინისტრია იქ ისინი გააკეთებენ განათლების და მეცნიერების რეფორმას გუში რო გვაქვს ჩვენ ეს ხდომა საოცრება პირდაპირ რასაც ვხედავთ და რაზეც გვეუბნებიან აბსოლუტურად აღმაშფოთებლად და ურცხვად რომ თითქოს საქართველოს მთავრობა კონცეფციას არ წერს ამბობენ რომ აი იქნება თვის ბოლოს განაცხადა გუში პრემიერმა ვინ დაწერს ამ კონცეფციას გამოვკვეთეთ რამდენი ვინ გამოკვეთა ვინ სხვადასხვა დარგის მინისტრებმა რა იციან მეცნიერებას და განათლებას რა ჭირდება არაპროფესიო სულ სხვა დარგის ისინი ვინც არიან მინისტრები თავიანთი დარგის მცოდნეები არ არიან უმეტესობა ვინ მუშაობს საუნივერსიტეტო რეფორმაზე მთავრობა ამბობს ჩვენ მუშაობთ და მთავრობას აჩვენებენ პარლამენტის კომიტეტი ამბობს რომ ჩვენ მუშაობთ და სინამდვილეში მუშაობს გაერო ეთერში ზარია დიახ გისმენთ ჰალო გისმენთ ეთერში ვარ დიახ გამარჯობა თქალბატონო ელენე თაბორიძე გამარჯობა თქვენი ერთგული მსმენელი და თქვენ ხალაზე მყოფი ყოველთვის ყველაფერი სიმართლე ილაპარაკეთ რაც ახლა თქვენ და ეს მოდის 2005 წლიდან კიდე მინდა ერთი ფაქტი გავიხსენო მე ილიანის თანამშრომელი ვარ ჯერ კიდევ მაშინ როდესაც პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი ერქვა დიდი ხანია და ნაირ სხვადასხვა კურსებს ვკითხულობდი და ახლა მქონდა ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა საგანი ხდება რაღაცა ვიცით ჩვენ რომ სამინისტრო ამზადებს ახალ პროგრამას სკოლებისთვის ჩვენ უნდა მოვამზადოთ მასწავლებლები რომლებმაც იმ სკოლაში იმ ახალი პროგრამით უნდა ასწავლო ბუნებრივია დავინტერესდით იქით არავინ გვეძახის და მე და ერთი კოლეგა ჩემი ასევე ჩემი სპეციალობის ადამიანი წავედით მოხერხ წავედით გავიგოთ რომ ჩვენი კურსი როგორ რაზე ავაგოთ არა ხო უნდა ვიცოდეთ წავედით იმაში სამინისტროში დიდი ამბით როგორც იქნა გაჭირვებით აგვიშვეს მეორე სართულზე ვიკითხეთ ვინ მუშაობს ასე და ასე გვინდა და ერთი ადამიანი დაგვენახა რომელიც აღმოჩნდა რომ მართლა მუშაობდა იქ მაგრამ ეხლა განთავისუფლებულია და წასულია სხვაგან და მეუბნებით ძალიან მოწიწებით და იმით რომ გახლავართ ესე და ესე ამ სპეციალობის ხალხი გვაქვს მოსამზადებელი კურსები მომავალი მასწავლებლებისთვის რომლებმაც ამ თქვენი პროგრამებით მერე უნდა სკოლაში ბავშვებთან იმუშაონ და გვაინტერესებს რა ცვლილებები იქნება
კიმერო რადგინდათ თქვენ პროგრამაო იცოდეთ რომ რა ნაწარმოებები უნდა ასწავლოთ რადგინდათ ის ზოგადი წარმოდგენა არ აქვს ცოტა გამოგვიშეს ისე რომ არაფერი არ გვიტყდეს ჩვენ წამოვედით შეურაცხყოფილები რომ ჩვენ არა ვართ ესე იგი ისეთი დონის სპეციალისტები რომ ამადენს ვერ ხდებოდეთ და დავსყედით მერე და დავიწყეთ საბაზო სკოლიდან ხა იავნანამ რა ხნას როგორ არ შეიტანენ ეს ერთმანეთთან ჯობა კონდა იაკობ გოგებაშვილის ამ ნაწარმოების გარეშე ხო არ შეიძლება შემდეგ კიდე რაღაც აკაკის ჩემი თავგადასავლიდან გარკვეული ხო არ შეიძლება და აი ესე რაღაც სასაცილო იმითი ავაგეთ ჩვენი პროგრამები იმ დღიდან არის ყველაფერი გასაიდუმლოებული ქალბატონო მანანა ეხლა საერთოდ მეორე საფუძვეც ვერ აღწევს სამინისტროში რაც არ უნდა რა რანგის განათლების მუშაკიც არ უნდა იყოს დაკეტილია კარები რატომ არის ასეთი საიდუმლო ვინ ადგენს იგივე ისინი რომ დაგვეგზავნა ეს ეხლა დაწყებითი და საბაზო სკოლის სამუტები ხომ მოგვივიდა ჩვენ ვინ შეადგინა არსად წერია არავინ გვეუბნება რატო უნდა იყოს გასაიდუმლოებული თუ რამე არ იმალება ისეთი რაც ჩვენ ახალგაზრდობას და ჩვენ ქვეყანას არ წაადგება აი ეს არის ჩემი აღშფოთების ძალიან დიდი საგანი და ძალიან მესმის თქვენი და მართალი ვძანდებით ყველაფერში როგორ შეიძლება ამას მოევლოს აი რანაირად შეიძლება ხელისუფლების შეცვლით ეროვნული ხელისუფლება უნდა მოვიდეს და უნდა უთხრას იმათ რომ არ გვინდა თქვენი განათლების და მეცნიერების შედგენილი რეფორმები არ გვინდა ის ანუ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა მთავარი ეს არის თორე ის არ არის მთავარი კი ბატონო რასაც მშვიდობის დარგში აკეთებენ კი ბატონო მაგრამ ეს არ არის საკმარისი ეს ორი რამ არის საჭირო ორი რამ არის საჭირო გადასარჩენად ერთი რომ ფიზიკურად გადავრჩენ და არ იყოს ამ ტერიტორიაზე ომები იყო აქ და უნდა წავიდეთ ასე ვთქვათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ და საერთოდ რა ისა რა ქვია რატოა დღემდე გაჩერებული და არ არის დიალოგი გამართული ამ რუსეთის სახელმწიფოსთან რატო არ ვაპირებთ რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე დაიწყოს საუბარი როდემდე უნდა ვიძახოთ მივდივართ ღირსებით ევროპაში კი ბატონო წავიდეთ მაგრამ არ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები არ უნდა აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა ვინ ეკითხება გაეროს ისა რა ქვია ჩვენი განათლების და მეცნიერების იმას ესე იგი ეს არის ყველაფერი თამაში არავითარი ეროვნული სახელმწიფო აქ არ ყალიბდება ერთი სიტყვა რომ გითხრათ კიდე რომ ხო თითქოს მე მეგონა რომ შეიცვალა სიტუაცია ხო თქვენს რომ ჩვენი არა მე ვამბობდი რომ განათლებაში სიტუაცია არ შეცვლილა ვამბობდი ამას კი ბატონო არ შეცვლილა კარგით ნახვამდის ქართული სტანდარტი უნდა გაარჩიოთ და უნდა გამოაქვეყნოთ შენიშვნები ჩემი თხოვნა არის თქვენს მიმართ ქალბატონო ელენე ესე იგი აქ საუბარია პროგრამებზე და სახელმძღვანელოებზე და მე ვსვამ კითხვას ამდენხანს რატომ არ გქონდა განახლებული პროგრამები სახელმძღვანელოები როგორ 12 წელია თქვენ ხართ და რეფორმები მიდის უწყვეტად 9 წელი ნაციონალები იყო და რეფორმები მიდიოდა უწყვეტად შემდეგ ეს 21 წელი მანამდე შევარდნაძე იყო და რეფორმები მიდიოდა უწყვეტად რა უბედურებაა ეს და კიდევ ახალი და ახალი რეფორმები ანუ ახალი და ახალი გრევის ტალღები შემდეგ ვინ გიშლიდათ სახელმძღვანელოები რატომ არ იწერება ფულის გარეშე სახელმძღვანელო ვერ დაიწერება და ბიუჯეტში საერთოდ არ არსებობს ასეთი მუხლი რომ ან უნივერსიტეტებს გამოუყოთ ფული რომ პროფესორამ დაწეროს სახელმძღვანელოები და არც სასკოლო გიდ უნივერსიტეტს გიდ სკოლას ხო ჭირდება სტუდენტს მასწავლებელს ბავშვს აღსაზრდელს დამხმარე სახელმძღვანელოები ხომ ჭირდებათ როგორც მეთოდიკაში ასევე ფსიქოლოგიაში ასევე პედაგოგიკაში ასევე მმართველობას
სასკოლო მმართველობას, თუ პროფების, თუ საუნივერსიტეტო მმართველობას ცალ-ცალკე უნდა შეიქმნას ლიტერატურა, რატომ არ არის ამაზე თანხები გამოყოფილი? მარტო ის გვეყოფა ხანდახან რომ გადმოთარგმნით უცხოური და რაღაც 1-2 წიგნს 10 წელიწადში ერთხელ? რატომ არ არის ამაზე თანხა გამოყოფილი? რატომ არ არის მასწავლებლების ან პროფესორების გამოგონებაზე თანხა გამოყოფილი, რომ ის განზოგადდეს და დაინერგოს? მე მირეკავენ მთელი საქართველოს მასშტაბით. ასეთი რამ არ არსებობს. რას აკეთებს ისა, რა ქვია, მასწავლებლის სახლი, დაგეშილი, რასაც უნდა აკეთებდეს, იმას არ აკეთებს, იმიტომ რომ არ უდევს კანონმდებლობაში. და რასაც არ უნდა აკეთებდეს, იმას აკეთებს. ხო ათეთრეთ ფული აქაურმა თუ იქაურმა ევროსაბჭოს ევროკავშირის იმება რა ქვია მოდიოდა გრანტები ამერიკის თავრობიდანაც ისე და იყო ერთი ამბავი ჭერით ეს მასწავლებლები გამოვიდოდით გამოაცხადებდით ჩაიჭრათ საგანგებოდ ჭრიდით მერე იმას ხდით რა ქვია წამოვიდოდა გრანტები და აი ასე ეს სქემა მუშაობს დღესაც აუტანელია უკვე ამ ყოფაში ყოფნა საკადრო პოლიტიკა გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრა ჩატარდა პარტიული ნიშნით და დღემდე შენარჩუნებულია ეს ნაციონალების ლიბერასტი კადრები დღემდე შეინარჩუნეთ როდის მოხდება ხელფასების მომატება გრანტს თუ არ მოუმატებთ და საგრანტო დაფინანსება აქვს მხოლოდ უნივერსიტეტებს როდის 2028 წლამდე უნდა ელოდოს კიდე პროფესურას, რომელსაც 20 წელია ხელფასი არ მომატებია? როდის შეიცვლება დაფინანსების წესი უნივერსიტეტების? 6 წელია, მე რაც ვიცი, მუშაობს სოფლიო ბანკი. რატომ მუშაობს სოფლიო ბანკი ჩვენი უნივერსიტეტების დაფინანსების წესზე? ვინ ეკითხება სოფლიო ბანკს ჩვენი უნივერსიტეტის დაფინანსების წესის მიღებას? ვინ? ჩვენ თუ დამოუკიდებლები ვართ და თუ ჩვენი მთავრობა აკონტროლებს და ხარისხს როგორ ავწევთ 2028 წელს არჩევნების წინა დღეებში ავწევთ ხარისხს ხელფასის გარეშე და დაფინანსების გარეშე პრემიერმა აღნიშნა სრულ განაკვეთზე არ მუშაობს პროფესორებიო როგორ იმუშავებენ ეს არის სასიკვდილოდ გაწირვა რამდენიმე ადგილზე უნდა იმუშაოს, იმდენად დაბალი ხელფასი აქვს. უმაღლესი სკოლის თანამშრომლებს. იმიტომ რომ გრანტი არ იცვლება 2250 ლარი. საბაზო დაფინანსება არ აქვს უნივერსიტეტებს. რატომ არ აქვს საბაზისო დაფინანსება? რატომ არის ეს გრანტული და ვაუჩერული დაფინანსება დღემდე შენარჩუნებული? ამათ მე ვუწოდე სასიკვდილო მარყუჟი. კარგი გავაგრძელოთ შემდეგ ეთერში დიდი ხანია გველოდება ზარია დიახ გისმენთ კი გისმენთ მაგრამ ესე ავღელდი და ყოველთვის ისე საინტერესოდ საუბრობთ რომ აი გული გასკდაო რო იტყვიან აი განსაკუთრებით შემაშფოთა რომ ამბობთ რომ ამ კონცეფციას გაეროს წერს და თქვენ უნდა მიგიწვიონ სხვა ტელევიზიებში იმედი ლაივი რო აქვს თქვენზე უკეთეს ვინ მიიწვევენ იქ და ძალიან დაველოდები როგორ გადაწყდება ეგ საკითხი თქვენი მონაწილეობით ასეთი მომზადებული ადამიანი და თქვენ ენერგიას როგორ ხარჯავთ მე არ ვიცი მე ისე ავღელდი საუბარით აღარ შემიძლია და ძალიან იმოქმედა მარტა გაერო რატო უნდა წერდეს ქართული სკოლების ამბავს ერთი შეკითხვა მაქვს შეიძლება ეს მე არა ვარ პროფესიული ჩახედილი მაგრამ სულ საუბარია რომ საბჭოთა კავშირის დროს სკოლის სწავლების მეთოდიკა იყო გერმანული და აი ჩვენთან ესე იგი როცა მოვიდა
ლომაია იმის შემდეგ შეიცვალა აი და რა ცვლილება იყო ეს ძალიან საინტერესოა ახლა თქვენ იმდენი ენერგია დახარჯეთ მაგრამ სხვა დროსაც შეიძლება მაინტერესებს ეს საკითხი და როგორ დამთავრდება ეს თქვენი ბრძოლა არა რა მოდელი ერთი წუთი დავაზუსტოთ გერმანული მოდელი იყო კი საბჭოთა კავშირში და კიდე სხვა ქვეყნებშიც გერმანული მოდელი ეს არის ყველაზე საუკეთესო რაც აღმოაჩინა შექმნა კაცობრიობამ და რა გაინტერესებთ რომ როდის დაბრუნდება ეს მოდელი? დიახ ეს მაინტერესებს ლომაიას დროს ამოიღესო არ დაბრუნდება ქალბატონო ხო ხედავთ გაერო გვიწერს იმას რა ქვია კონცეფციას და როგორ იქნება ეროვნული კონცეფცია ეს როცა უცხოელი საერთაშორისო ორგანიზაცია დაგიწერს იმას მე ვარაუდობ რომ ამ თქვენი გამოსვლის შემდეგ უნდა მიიღონ ეს მხედველობაში მთავრობამ აბა რა აზრი აქვს მაშინ ასეთ იმედი ლაივსში იცით რატომ არ მიშვებენ მათ იციან რომ მე განათლებასთან დაკავშირებით და მეცნიერებასთან დაკავშირებით ვიტყვი აი ამ სიმართლეს რასაც ვამბობ აქ და ჩემ გადაცემებში და აი ამიტომ ვარ მე მაგათვის მიუღებელი მადლობას გიხდით ქალბატონო თქვენი ასეთი ბრძოლისათვის და იმედი მაქვს რომ მაინც არ დარჩება მაინც როგორც ღაღადი ქვათაშინა დიდი მადლობა არა იცით რა უნდა გააკეთოს ხალხმა უნდა მოიყვანოს ხელისუფლებაში ეროვნული ხალხი რომელიც ეტყვის ამ გაერო სოფლიო ბანკს და იმას რომ კი ბატონო დაგვეხმარეთ რაღაც საკითხებში მაგრამ იქ სადაც არ შეიძლება დათმობა ეს არის განათლება და მეცნიერება აქ ჩვენ გავაკეთებთ არ გჭირდება მაგათი ანტიეროვნული და არ გჭირდება გელათის აკადემია ქონდა საქართველოს რაში გჭირდება გაერო კი რაში გჭირდება გაერო რა თქმა უნდა და არც ევრო სტანდარტები კიდე კერძო უნივერსიტეტების რიცხვი უნდა შემცირდეს და უნდა მოხდეს რაღაც გაერთიანება, ოპტიმიზაცია და აი ისა და სახელმწიფოც თუ ვერ ართმევს თავს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ძალიან ბევრი ფაკულტეტები ახსნია რაღაცას იქაც უნდა შემცირდეს მთელი რიგი ისეთი ფაკულტეტებია გახსნილი რეგიონებში რომ არ არის საიმისო ძალიან ძვირად ღირებული დარგები ვერ დააკმაყოფილებენ ისინი იმ სტანდარტებს რაც საჭიროა ამიტომ ასეთი პროგრამები უნდა დაიხუროს და ასეთი ფაკულტეტები და უნდა იყოს მხოლოდ იქ გახსნილი დედაქალაქშია თუ სადაც არის უნდა იყოს იქ შემდეგ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა როგორ განვითარდებოდა როდესაც 2250 ლარზე ჩამოკიდეთ 20-22 წელია ისა რა ვქი ერთი ლარი არ დაგიმატებიათ ჩავარდნებზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი ჩავარდნების აღიარება მე ვთქვი შესავალ სიტყვაში კი ძალიან კარგია მაგრამ ბატონო პრემიერო ჩავარდნების აღიარებას უნდა მოყვეს პასუხისმგებლობაც ვინც გააკეთა ეს ჩავარდნები პასუხისმგებლობა უნდა დადგეს იმ თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა რაში გამოიხატება პირველ რიგში უნდა გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან კიდევ სვამ ამ თავარ კითხვას ვინ შეძლებს გუშინ განაცხადა კონცეფციას შევძლებთო და დავდებთ თვის ბოლომდე სხვადასხვა დარგის მინისტრები განხილვა მოხდებაო როგორ მოხდება განხილვა 2-3 დღეში როგორც საგნობრივი სტანდარტები და როგორც ეროვნული მიზნები სპორტულ ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა სამედიცინო უნივერსიტეტს წართვეს ჩამორთმეული ვაქვს მე ვიყავი გადაღებაზე წლების წინ მათ ჩვენმა მაშინდელმა რექტორმა ისა სადა ვის აქვს მე ის კაცი სპორტის მინისტრად დანიშნეს დაუბრუნეთ ის ვინც არ უნდა იყოს თქვენი გუნდის წევრია თუ ვინ არის პოლიტიკური გუნდის წევრი დაუბრუნეთ სამედიცინო უნივერსიტეტის მთელი სპორტული ინფრასტრუქტურა როგორ შეიძლება სამედიცინო უნივერსიტეტი ან რომელიმე უნივერსიტეტი სპორტული ინფრასტრუქტურის გარეშე და თავიანთი პირადი ბიზნესები აიწყეს
ვინც დაიტაცა ეგ ქონება. შემდეგ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ცნობილია ეს. დიდი სპორტული მოედანი და ისეთ წაიღო იმ შენობებთან ერთად მაშინდელი პრეზიდენტის ოჯახმა. და საერთოდ, რათ უნდა ამას საგამოძიებო კომისია. აი ახლა მე გავაკეთებ ძალიან საინტერესო განცხადებას. ქონებები წაღებულია, დატაცებულია ხალხის ქონება, სახელმწიფო ქონება, კონკრეტულად მომავალი თაობის ქონება. მაშინ მე ვიცნობ ამ დოკუმენტებს. ამას ყველაფერს ხელმძღვანელობდა მაშინდელი პრეზიდენტი, როგორც დირიჟორი ხელმძღვანელობს ორკესტრს, ისე. მონაწილეობდნენ პირველ რიგში განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, თბილისის მერია და ასე შემდეგ ყველა სტრუქტურა იყო ჩართული. რა გამოძიება უნდა მაგას? რა პარლამენტის საგამოძიებო კომისია უნდა, რა პროკურატურა უნდა, რა სასამართლო უნდა, სახელმწიფო. იმ სახელმწიფო სამართალმემკვიდრე თქვენ ხო ხართ? დაუძახეთ თქვენ მინისტრებს და უთხარით, გააუქმეთ ეს ბრძანებები. გამოეცლება საფუძველი ყველაფერს. პრეზიდენტის ბრძანებულებები, მთავრობა იღებდა დადგენილებებს. მინისტრები იღებდნენ ეკონომიკის განსაკუთრებით ის ყველაფერი სამართლებრივად გამოეცლებათ და მორჩა ის ქონება ყველაფერი საბუთები და ის არსებობს რომ იყო იმ უნივერსიტეტების და დაუბრუნდება იმ უნივერსიტეტებს. თქვენ როგორ აპირებთ სამართლიანობის აღდგენას? აი ასე ხო რაღაცა იმუშავებს ის კომისია, გამოიტანს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, კი ბატონო უნდა დაუბრუნდეს, ისიც არა თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრები. და თუ თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრებია, ხვას არ იღებს არავინ. სამედიცინო უნივერსიტეტს რომ მთელი სპორტული ინფრასტრუქტურა და ისინი მიიტაცეს. და დაუბრუნდება უნივერსიტეტებს თავისი ქონება. არავით არის სასამართლოები, არავით არის კომისიები, არავით არის პროკურატურები, არაფერი არ იქნება საჭირო. მერე არჩევნები იქნება, ამას აკეთებთ ისევ პოლიტიკური ქულები, რომ დაიწერო, საქმეს ეს არ წაადგება, გავა 10 წლები, ეს გაგრძელდება, ვადა არ აქვს იმ პროკურატურას. ხო შეიტანა პარლამენტარი იყო ჯონდი ბაღათურია, ხო შეიტანა საქმე. აღძრულია თუ არ არის საქმე აღძრული, პროკურატურა იყო ჯურღმული და არის ჯურღმულად დარჩენილი. გაქვთ ისეთი არავით არის ვადები იქ არ არის. აი ეს არის ნამდვილი ისა და სასწრაფო დაუბრუნეთ ეგ მიტაცებული ქონება თავიანთ იმად და დაკმაყოფილდა რაც აკეთეს უკანონოდ ბიზნესები. ვინც არ უნდა იყოს, თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრი თუ არა წევრი. მადლობა თქვენ რომ ის შეარჩინოთ, თორემ უკან უნდა მოატანინოთ ყველაფერი და აი იმ ბიუჯეტების, იმ უნივერსიტეტების ბიუჯეტებში უნდა ჩაარიცხინოთ ის ფული. აი ამის ღირსები არიან. და მერე სხვა არ გააკეთებს ამას. იმისთვის მოდიან თანამდებობებზე, რომ რაღაცა დაიტაცონ. ხალხო, ჩვენ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. თქვენ რა ჯანდაბად გინდათ, ეგ ქონება ახალგაზრდობა წავიდა საქართველოდან. და კიდე მიდიან. ჩვენ ადამიანები ვართ თუ ვინ ვართ? როგორ შეიძლება ცალკეული ოჯახი იყოს ბედნიერი? არ ფიქრობთ, ეროვნული თვითშეგნება ნული აქვს ქართველებს. და მერე გიყვირთ, რატო მოდის განსაცდელები? ან თქვენ ოჯახებზე, ან თქვენ მომავალ თაობაზე და იმაზე. რაც არ გეკუთვნით იმას, რომ მიიტაცებთ, არაფერი კარგი არ დაგემართებათ. და ქონება არ არის ბედნიერება. საერთო საცხოვრებლებზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ახლა უნდა ვისაუბროთ? ახლა უნდა ვისაუბროთ, მთელი რამდენი სტუდენტი აქვს, სტატუსი აქვს შეჩერებული, წასულია საზღვარგარეთ სამუშაოდ. პირდაპირ რომ დატოვეთ, ბოლო 3 წელია როგორ გაძვირდა.
რუსები და უკრაინელების დაკადები რო შემოვიდნენ აქ რუსეთ-უკრაინის ომი რო დაიწყოთ რა გააკეთეთ სტუდენტები გამოყარეს გარეთ ისედაც ძვირი იყო ბინები და მიაქირავეთ იმას რა ქვია რუსებს და უკრაინელებს უფრო ძვირად და ან ეხლა რა ფასებში აქვს ამ სტუდენტებს ნაქირავები ამ ტოლვილებს ბინებს ხო უშენებთ აუშენეთ ან ეს საერთო საცხოვრებლები გადაეცით ამ ტოლვილებს სამუდამოდ თუ გადაეცით ზოგი გადაცემულია სტუდენტთა საერთო საცხოვრებლები მაშინ სტუდენტებს რატო არ უშენებთ საერთო საცხოვრებლებს აუშენეთ და მიეცით უნივერსიტეტებს გადაეცით რაღაცა გააკეთეთ ამ საწყალი ახალგაზრდების ხარჯზე რო გინდათ ყველას გამდიდრება და ყველაფერი სახელმწიფო საქმეების მოგვარება და ყველაფერი დაბალი ანაზღაურება რომ ამბობთ ამ პროფესორ მასწავლებლებს მე ვლაპარაკობ საუნივერსიტეტო სკოლის როგორი ექნება მატება როგორი ჩვენსავით 35 ლარი თუ 50 ლარი თუ 100 ლარი ეს არ არის საკმარისი 20 წელია თქვენ მაგათვის ხელფასები არ მოგიმატებიათ 100%-ით კი არა 1000%-ით უნდა მოუმატოთ ხელფასები კვლევასა და სწავლას შორის კავშირი არ არისო რომ იყოს მეცნიერების მოწყობის მეცნიერების დაფინანსების მეცნიერების სამეცნიერო ცენტრების დაფუძნების და სამეცნიერო საკადრო პოლიტიკა შესაძლებელია გაეროს ვაწერინოთ ევროსაბჭოს და ევროკავშირს და მსოფლიო ბანკს რა გამოიწვია საუნივერსიტეტო სივრცეში ამ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების გაერთიანებამ ეს გამოიკვლია ვინმე სახელმწიფო დონეზე მეცნიერებათა აკადემია რო დაშალეთ და კლუბად როა გადაკეთებული რა არის მათი ფუნქცია რაც არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში მეცნიერებათა აკადემიის ხმა არ ისმის ყველაზე კომპეტენტური ხმა არ ისმის წლებია ვამბობ რომ დღეს საქართველოში ახალგაზრდები მოსწავლეები თუ სტუდენტები კონკურენტულ არიან განათლებას ვერ იღებენ კარგია 12 წლის შემდეგ რო ვისმენთ ამ აღიარებას მაგრამ ისევ ერთიანი ეროვნული გამოცდების საკითხი როდის უნდა გადაწყდეს მე ვიყავი ერთ-ერთი ექსპერტი სულ ორმა ექსპერტმა ჩავიბარეთ პირველი რეფორმირების ასე ვთქვათ თეორიული ნაწილი სანამ მსოფლიო ბანკს ჩააბარებდნენ ის თანამშრომლები და მაშინვე ითქვა რომ ეს ერთიანი ეროვნული გამოცდები რამდენიმე წელიწადში უნდა მოხსნილიყო რას ელოდებით მაფიები რომ არის ჩამოყალიბებული რომ ჟონავს ჩემ ეთერში არ თქვა ბატონმა დიმიტრი გოშხეთელიანმა ვინმე დაიწყო ამაზე მოკვლევა ან როდემდე ეს უნდა გაუქმდეს გამოცდები უნდა გადმოვიდეს სკოლაში სად გინახავთ თქვენ რომელ ქვეყანაში ხდება ეგრო 12 წელი ისწავლოს ბავშვმა და ერთი გამოცდა არ ჩააბარებინოთ არ ვიცი ესე იგი მე თითქოს კარგია ეს რომ იწყება მაგრამ აი რას საუბრობს ორ მიმართულებაზე საუბრობს პარლამენტი განათლებისა და მეცნიერების ერთიანი კონცეფციის დოკუმენტი უნდა შეიქმნას და უსაფრთხო სკოლის კონცეფციის შემუშავება და საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება როგორ უსაფრთხო სკოლა აქამდე არ არის შექმნილი პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების გარკვეული პერიოდებით მოიწევენ და მათი ანგარიშებს მოისმენენ ეს კანონებში წერია და რატო არასრულებთ ხო მოდიან ხანდახან მინისტრები უпроსტად მინისტრის მოადგილეები ამ დროს მინისტრი უნდა ხო აკეთებენ ხო ამბობენ იმის სადღეგრძელოებს ანგარიშების ნაცვლად და ვარდისფერი სათვალეებით ხომ იყურება სულ ყველა
მიქანაძის თქმით, კომიტეტი მიმდინარე წელს კანონმდებლობის აღსრულებისა და კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ეფექტიან მონიტორინგს განახორციელებს. კი, მაგრამ ამდენი ხანი რა არ აკონტროლებთ? როგორ ყოველდღიური კონტროლი იყოს, როგორ მუშაობს და როგორ ასრულებს კანონმდებლობას და როგორ ასრულებს თქვენ მიერ მიცემულ რეკომენდაციებს. აქ გავჩერდებით საბოლოოდ მაინც ვერ ამოვწურეთ საკითხი, მაგრამ ბევრი რამ თქვით. მედია კავშირი ობიექტივის პირდაპირ ეთერში მიდიოდა ჩემი საავტორო გადაცემა განათლების რეფორმის კვალდაკვალ. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი მან ნიკოლაიშვილი ვიყავით თქვენთან ერთად 50 წუთის მანძილზე და დღევანდელი გადაცემის თემა იყო გაეროს მორიგი ანტიეროვნული რეფორმა, შემოთავაზებული საქართველოს ხელისუფლებისთვის. ამ გადაცემას გაიმეორებენ შაბათს 5-ის ნახევარზე. გვიყურეთ, გვისმინეთ და გადააზიარეთ. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. Thank you.